დავიწყე, როცა ვიყავი 12 წლის, კი არა 13 წლის და შევედი რაგბის აკადემიაში. ჩემი მეგობარი ნიკოლოზ გამყრელიძე დადიოდა რაგბზე და გადავწყვიტე ერთხელ წავყოლოდი. მომივედი ისე მომეწონა სიტუაცია თვითონ სპორტის ყველაფერი და გადავწყვიტე რომ დარჩენილი ვიყავი და ამის შემდეგ უკვე მე-9 წელი არის რაგბში ვარ ჩართული თავიდან ფეხებამდე ესე რომ ვთქვა. იქამდე სამ უშუალოდ წავიდოდი თვითონ სამ მივიდოდი ეზოში თამაშობდით ხოლმე სხვა ეზოს მეზობელი ეზოს ბიჭებზე თამაშობდით და რეალურად მოკლედ შეყვარებული ვიყავი ამ სპორტზე უკვე სანამ დავიწყე და მოკლედ ისე გამოვიდა რომ პროფესიონალურად ჩავერთი ამ საკითხში. ძალიან პატარა იყო 8 წლის და დრელი მინდაო და რაღაცებს თვითონ აკეთებდა და რაღაცებს უყურდა რა რაღაცის გაკეთება შრომა უყურდა. სპორტი თავიდან ცადა მე როგორც მახსოვს მეკარე იყო ფეხბურთში. რაღაცა იქ შეიძლება გუნდში მოხდა არასწორად და რაღაც არ წავიდა და მეც მოსკოვში ვცხოვრობდი მაშინ და ვიყავი სტუდენტურ გუნდში ვიყავი რაგბის და რაგბი მომდევნო შემიყვარდა. რომ ჩამოვდიოდი, სულ ეუბნებოდი რაგბი, მაგარია შევიყვანოთ ეს ბავშვი რაგბზე. შევიყვანეთ რაგბზე და ძალიან რაღაც კარგად წავივიდა, ძალიან მოეწონა თვითონ, კაი კოლექტივში მოხდა. სულ ამბობდა, ეს არის ის ნახდა ჩვენი სპორტიო, კაცური სპორტიო, ვაშკაცურიო. ძალიან ბევრი მეგობარი შეიძინა. მე ნახეთ რომ შედეგებიც კაი ქონდა, ჩვენც ოჯახი ყველა ერთად ვეხმარებოდით, ვეუბნებოდით, მაგარია, მიაწექი და სულ წინსვლა და წარმატება და იმედია ეს დღევანდელ დღეს რაცაა 21 წლისაა და ეს სულ წინსვლა იქნება. შევედი რაგბზე, ვიყავი 15 წლის და იქ გავიცანი მერავი, იქ დამხვდა უკვე თამაშობდა რაგბს, დაახლოებით 1-2 თვის დაწყებული ქონდა მერავსაც და ანუ ისე გამოვიდა რომ მალე დავახლოვდით, იმიტომ რომ ორივე ახალი მისულები ვიყავით და რაღაც სხვებისგან უფრო ცალკე მეგობრობდით ერთმანეთთან, იმიტომ რომ სხვები უკვე ერთმანეთს იცნობდნენ და ჩვენ ერთად ვიცნობდით დანარჩენ ბიჭებს. მალევე მოგვიწია ბორჯომშის ბორზე წასვლა, იქაც ოთახში რაღაც ერთად ვიყავით და იქიდან დავმეგობრდით. შემდეგ ახალგაზრდული ნაკრებები 17 წლამდე, 18 წლამდე, 19 წლამდე, 20 წლამდე ვითამაშეთ ერთად. სადაც ძალიან დავახლოვდით უკვე 18 წლამდის ნაკრების მერე მოხდა 6 პერსპექტიული მორაგბის არჩევა, სადაც ფედერაციამ ძალიან მაგარი საქმე გააკეთა, სადაც გაგუშვეს აფრიკაში 4 თვით სასწავლებლად რაგბის. იქაც მოვხვდით ორივე და ერთად წავედით აფრიკაში ვიყავით 4 თვე. მას შემდეგ თბილისში დავბრუნდით, მერაბმა კიდევ უფრო ნიჭიერებში მოხდა და წავიდა ინგლისში 3 წლით სასწავლებლად და მე ვფიქრობ რომ იქ მოხდა მერაბას გარდატეხვა საერთოდ და სხვა ადამიანად ქცევა იმ ხრივ რომ ძალიან გაიზარდა როგორც სპორტსმენი, მარტო ცხოვრობდა 3 წლის განმავლობაში და ძალიან ბევრს შრომობდა რა. ბავშვობაზე რომ დაუბრუნდეთ, ყოველთვის გამოირჩევა და კარგი ბოჭვით. ნიჭი ქონდა ის ყველასთან განსხვავებული ის რომ იყო არანორმალურად შრომის მოყვარე რა. ეგ იყო მერაბას ჩემი აზრით მერაბისთვის ყველაზე დიდი კოზირი. შარიკაძეს გამოჩენას ხელი იმანად შეუწყო, რომ ჩვენს ნაკრებში ხაზში განსაკუთრებით პრობლემა იყო. მორაგბეების ხაზის მოთამაშეების სიმრავლით ვერ დავიკვეხნით და რუმინეთმაც როგორც ჩანს ამაზე აიყო აქცენტი, რადგან ყველაზე ასაკით პატარა ბიჭი ის იყო, ეს თამაში კარგად დამამახსოვრდა, იმიტომ რომ სულ მერაბ შარიკაძეზე მიდიოდა რუმინელების შეტევები. ეგონათ ალბათ რომ ადვილად გატეხავდნენ, მაგრამ ამ ბიჭმა უკვე აი პირველ სერიოზულ თამაში, ასე ვთქვათ, წონიან მეტოქესთან თავის ხასიათი ეგრევე აჩვენა. შედეგით შესაბამისი დადგა, ის თამაშიც მოვიგეთ და შარიკაძემაც პირველი 1-1000 მოიპოვა. და გამომდინარე იქიდან რომ ის ჯერ 21 წლისაა, 10 წელი როგორც მინიმუმ თავისუფლად შეუძლია რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოს. ყოველთვის მორაგბის ძალა ასე თუ ისე ხო, უფრო ძლიერ მეტოქესთან შესაბამისად უფრო კარგად ჩანს ხოლმე და შარიკაძემაც აჩვენა და დაადასტურა ამ სამოასთან თამაში, რომ ის უკვე ჩამოყალიბებული ძლიერი მორაგბე იყო 20 წლის ასაკში, მან მოახერხა და იმ დროისთვის მსოფლიოს რეიტინგის მერვე გუნდს გაუტანა გადამწყვეტი ლელო, რომლის საშუალებითაც ჩვენ ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მოახერხეთ საუკეთესო ათეულის გუნდის დამარცხება
და შემდეგაც მართალია გამოჩნდა და სამართლიანად გაუქმდა ლელო იაპონიასთან, მაგრამ ამ ბიჭმა აჩვენა, რომ ძალიან ბევრად არის უკვე გაზრდილი და ძალიან შორს არის წასული და ეს რა თქმა უნდა კარგი არის პირველ რიგში მისთვის და მეორე კიდე აუცილებლად საქართველოს ნაკრებისთვის. In the center from Sherikadze. But again, big hits going in there. Young Sherikadze, 21 years of age. Combien? Heavy rated. Combien de personnes, Jacques? Georgian back to playing in France. Big hit out of him. მერაბის ბავშვობიდან თითქმის ვადევნებთ თვალს და ყველა მისი წარმატება საქართველოს წარმატებად მიგვაჩნია ჩვენ წარმატებად, პირად წარმატებად და რა ვიცი ყველა გქომაგობთ, გულშემატკივრობთ და მე შემიძლია გავიხსენო ის მომენტი, რომ იყო მოსკოვში ჩამოსული და 7 კაცა ნაკრები იყო რაგბის და ძალიან გაგვახარა ჩამოსვლით კი ძალიან თვითონ ნაკრებმა დიდ შედეგებს ვერ მიაღწია, მაგრამ თამაშებს უყურებდით და რაღაცა სასწაულად კარგი თამაშები ჩაატარა. ხვედრილად სუფრებზეც ერთად და ხშირად ზედმეტი საკვებისგანაც კი იკავებს თავს, იმიტომ რომ უნდა რომ ნომერი პირველი გახდეს ალბათ და ყველაფერს აკეთებს თავისი საქმისთვის და სპორტისთვის და საერთოდ საქართველოს სახელი რო გაუთქვას და ეს ძალიან პატრიოტი ადამიანი არის და რა ვიცი ყველანაირად ცდილობს რომ ფორმაში იყოს. როდესაც 21 წლის ასაკში საქართველოს საუკეთესო მორაგბედ გასახელებენ ამ ქვეყანაში, სადაც ყავს იმის თანამორაგბეები, როგორიც არიან მამუკა გორგოძე, რომელიც საფრანგეთის საუკეთესო ლეგიონერად აღიარეს და თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. საფრანგეთი კიდე ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა არის რაგბის კუთხით. სოფლიოში, როდესაც ყავს დავით ზირაქაშვილი, რომელიც ძალიან ბევრი სპეციალისტის აზრით სოფლიოს სამ საუკეთესო ბურჯს შორის არის და ამ დროს 21 წლის ასაკში ხდები საქართველოს საუკეთესო მორაგბე, ეს უკვე ძალიან ბევრზე მეტყველებს რა. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია კიდე იმის თქმა, რომ ამ ბიჭმა სხვა კუთხითაც წარმოაჩინა თავი და არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა. ფაქტია, რომ მას და მისი წარმატებები ხო არადუნებდა და პირიქით უფრო მეც მუშაობდა საკუთარ თავზე და შედეგად პროგრესიც შესაბამისი იყო და ნელა უფრო და უფრო დაწინაურდა. თუ შარშან თამაშობდა საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონის იმ გუნდში, რომელიც ლიგაში დასარჩენად იბრძოდა, წელს უკვე თამაშობს გუნდში და მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ხდება, რომელიც უკვე იბრძვის ზედა ლიგაში ტოპ 14-ში ასასვლელად. არის ესეთი ტიტული მერგოცილად, რომ თავისთავად ეხა ეს დიდი სიხარული არის, მაგრამ ყველაზე დიდ ყოველ შემთხვევაში მე ეხლა ამ შემთხვევაში პასუხებს ვეუბნებოდი, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრებს, საერთოდ საქართველოს ნაკრებს ესეთი მორაგბეები ყავს, რომ მართლაც ესე ჯილდოს ვაიღებ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა პირველ რიგში იმათ მიმართ, როგორც ეხლა ვარსკვლავი მორაგბეები ყავს და კინაში დარებით ნაკლებად ცნობილი მორაგბეები მდიათ ძლიერები და მაგრები არიან, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობა პირველ რიგში თვითონ მოთამაშეების მიმართ, მერე ხალხის და გულშემატკივრების მიმართ და მოკლედ ეხლა ესეთი პერიოდი არის, რომ აქამდე შედარებით უფრო ადვილი იყო მოსვლა, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ეხლა არის და ყოველთვის ტიტულის აღშენება უფრო ძნელი არის, ვიდრე ტიტულის აღება. და ეხლა უფრო ბევრი არის დასამტკიცებელი, ვიდრე აქამდე იყო, ასე რომ სერიოზული სამუშაოა გასაკეთებელი.